მაშინ როცა თანამედროვე სისტემა ნელ-ნელა თავისთავს ფიტოს, ადამიანები ალტერნატიული ცხოვრების გზებს ეძებენ. ეკოსოფლებისა და კომუნების იდეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გამონაკლისი არც საქართველოა. დაახლოებით 2 წლის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინიგორში პირველი ეკოსოფელი გამოჩნდა. რამდენიმე თანამოაზრემ საერთო დასახლების გაკეთება გადაწყვიტა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მათთან ერთ დღეს გაატარებს. ეს ტერიტორია თითქმის 2 წელია, რაც გვაქვს. ამჟამად გახდება მეორე წელი. ძალიან მარტივი რაღაც კვლევის კითხვარით დაიწყო ეს ყველაფერი, მოგზაურობის დროს. გადავეკვეთე რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც დამპატიჟეს ეკოსოფელში, მაგრამ არ მინდა რომ ეს ამ ეკოსოფელს რაღაც ერთი კოლგის ქვეშ მოაზრებული რაღაც კონკრეტული კონცეფცია წარმოიდგინოთ, რომ ძალიან განსხვავებულია. თვითონ ეკოსოფლებიც ყველა ეკოსოფელი ძალიან განსხვავებულია ჟანრობრივად კი ერთმანეთისგან და რა არის მაშინ ეკოსოფელი, მოდი ესე დავიწყოთ რა. ჩვენს დავსვით ეს კითხვა, ანუ ესე საჯაროდ სოციალურ მედიაში და შეხვედრებშიც, რომ რავი, თუ არის ეკოსოფელი და ეტიმოლოგიურად რავი, ეკოლოგია და ქალაქგარეთ ცხოვრება არის და რაღაც ჰარმონიული თანაწყობა არის ამ ყველაფრის. აი რას ისურვებდნენ ადამიანები, როგორ უნდა ყოფილიყო, სად უნდა ყოფილიყო, აუცილებელი კრიტერიუმები რა უნდა ყოფილიყო, რომ გადაეწყვიტათ ადამიანებს დასახლება ამ ადგილას, იმიტომ რომ მაინც რაღაც სტრუქტურულად ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს რა. ძირითადად ყველანი, ვინც ვართ ქალაქებში ცხოვრობდით, ის რომ ადამიანების ჯგუფი შევიკრათ და ვიპოვოთ მიწა და მოდი ხა აქ დავსახლდეთ, კაი და მე რას ვაკეთებთ? რა უნდა გქონდეს, საით მივდივართ, რომელიმე რაღაც უკვე არსებულ ეკოსოფელს ვემსგავსებით, თუ რაღაცებს ვიღებთ ბევრი ამ ეკოსოფლისგან და მე რაღაც ჩვენს ავთენტურ იდეას ვდებთ ამ ყველაფერში. თავიდან საკმაოდ რომანტიულია ეს ყველაფერი იდეის დონეზე და განხორციელებული პროექტების ხილვის დონეზე. ის რომ რაღაც პრობლემები იქნებოდა მრავალ შრეზე, თუნდაც საყოფო ცხოვრება დონეზე, რაღაც ელემენტარული კომფორტის დონეზე, იდეოლოგიის დონეზე. არ ვიცი, რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში 5-6 წელია ალბათ მუშაობთ ადამიანების ჯგუფებთან, ხვდებით პერიოდულად, რომ გავიგოთ, ანუ რა წარმოუდგენიათ, რა მოწონთ, რა არ მოწონთ, სად იცხოვრებენ, სად არ იცხოვრებდნენ. ან რამოდენიმე მაგალითია ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ეხა ეკოსოფელში ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი არ უნდა იყოს საერთოდ და თუ ეგეთი არის, ნუ მაშინ რა ეკოსოფელი ხართ საერთოდ. ანუ ეს კრიტიკის რაღაც მდინარე სულ თან დაყვება რა, რაზეც არ უნდა ილაპარაკო, ყოველთვის გამოგიძებნიან რაღაცას, რაც არა ეს არ არის ის. შესაბამისად, ვცდილობთ ერთი რომ თან ადაპტურები ვიყოთ, თან ვეცადოთ რომ რაღაც ორივე მხარე გქონდეს. რავი, ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც ვფიქრობთ, სოციალურ მედიასაც ვიყენებთ, რავი, ადამიანებსაც ვეძებთ ჯერ კიდევ, ანუ გახსნილი გვაქვს ეს ადგილები, ესე ვთქვათ, რაღაც რეზიდენტები თუ არიან პოტენციური, რომ
კონდეს შეხვედრები, რაღაც პრობაციის დრო გვაქვს, ამ პრობაციის პერიოდში ბევრ რაღაცებს ვსწავლობთ ჩვენ თავზეც, თვითონ დამფუძნებლებსაც გვაქვს ეს პრობაციის პერიოდი. რამდენად ვეწყობით რა ამ გარემოს რეზიდენტებში ეს გულისხმობ, ანუ პოტენციური ადამიანები, ვინც უნდა იცხოვრონ თქვენ დასახლებაში. ანუ რას აპირებთ ესე ვთქვათ, ესე ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და თქვა რომ მე ამ სოფელში ცხოვრება მინდა და აიშენოს თავისი საცხოვრებელი და ცხოვროს. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვიმუშავეთ როგორც აღვნიშნე ამ თეორიულ კონცეფციალურ ნაწილზე და იდეა არის დაახლოებით ესეთი გვაქვს 6.5 ჰექტარი ტერიტორია. ადამიანებისთვის ღია არის, ანუ როგორც თემი, როგორც რაღაც მოძრაობა, რომ რავი დაინტერესდნენ, გაგვიცნონ, რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რაღაც დროის პერიოდით იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ამ მიწის გარკვეულ მონაკვეთზე ქონდეს უფლება, რომ განახორციელოს მისთვის სასურველი დასახლების პროექტი. გვინდა რომ საკმაოდ ეკოლოგიურ ჩარჩოებში ჯდებოდეს რაღაც მეორადი მასალების გამოყენებით აშენდეს თუ ეს სახლი იქნება ადგილობრივად მოპოვებული მასალებით შევქმნათ ის სივრცე, რომელიც წარმოგვიდგენია საბოლოოდ. ერთი მთავარი კითხვა ალბათ, რაც მაყურებლებსაც გაუჩნდებოდათ, დარწმუნებული ვარ, ფინანსური ნაწილი. ეხლა ეს ხო კომერციულად მომგებიანი ვერ იქნება, რასაც აკეთებთ, რაღაც გარკვეული ტიპის ინვესტიციასაც საჭიროებს და სავარაუდოდ გიწევთ კიდევაც თქვენ რამე სხვა სამსახურების. კი, უმეტესობა ცხოვრობთ და შემოსავალი გვაქვს ქალაქებიდან, ჩვენი რაღაც დაწყებული მცხოვრებებიდან რაც გქონდა, ეს პროექტი არ არის რაღაც ბიზნეს პროექტი, თუმცა ნამდვილად არის აქ მცხოვრები ადამიანებისთვის რაღაც კეთილდღეობის გარანტი უნდა გახდეს რა. ანუ კი ამ ეტაპამდე მუშაობთ ენთუზიაზმით, თუმცა ხო რაღაც დონეზე ვაპირებთ ისე შევქმნათ ეს სამუშაო გარემო და ამ სამუშაო გარემოში გულისხმობ დაახლოებით 10 რგოლი გვაქვს სამუშაო, მათ შორის ინფრასტრუქტურა, სოციალური მედიის, ანუ როგორც ორგანიზმი ეგრე მუშაობ. არიან ადამიანების ჯგუფები, რომლებსაც იმდენ მოწონთ ეს წამოწყება, რომ ხშირად გვაქვს რაღაც დონაციები ქალაქებიდან თუ სხვა რეგიონებიდან და ხო თითქმის რასაც ხედავთ, რაც კეთდება, არის დონაციების ხარჯზე გაკეთებული. ეს ძალიან მაგარია. აგროვებული იქნა სახალხო დაფინანსების გზით. ეს მიწაც. კი, ეს მიწა ნაწილობრივ რა თქმა უნდა მეგობრები, ნათესავები, ოჯახები დაგვეხმარნენ. ანუ ნათესავებისთვისაც და მეგობრებისთვისაც უცხო არ იყო ეს თქვენი ახირება, ესე ვთქვათ. კი, უცხო არ იყო. ხარდაჭერა გამოგვიცხადეს. თავიდან ალბათ პრობლემაც არის ხოლმე კომუნებში, ამ 15, 18 რამდენი ადამიანიც არის რაღაცა ეტაპზე ცოტა გაუგებრობები ხდება ხოლმე. თავიდან არის ეგ მაგ გაუგებრობების მეტი რა არის. და მაგას როგორ უმკლავდებით? არის ესეთი მიდგომა სოციოკრატიას ვიყენებთ და გაუგებრობის შემთხვევაში ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ მანამდე, სანამ ამ ერთ ადამიანს არ ექნება რაღაც დაშვების რაღაც გარკვეული დონე, რომ მისთვის რაღაცები გასაგები ხდება. ან პირიქით შეიძლება სრულიად შეიცვალოს მდგომარეობა და კომპრომისი მოხდეს იმ 9 ადამიანისგან და 12 განრისხებული მამაკაცის სცენარი გამახსენდა, ერთი კაცი რო შეცვლის დანარჩენი 11 კაცის აზრს. ამ და ესეთი ხდება. წესი გაქვთ რაღაცა ხო, ყოველკვირეული შეხვედრები გვაქვს, ყოველ სამშაბათს საღამოს 9 საათზე, ან პირადად ვიკრიბებით, ან თუ არ ვართ ადგილზე ონლაინ ხვდებით და გვაქვს რავი დაახლოებით 9 რგოლი, ამ ყოველ რგოლს ყავს თავისი ჯგუფი, რომლებიც ცალ-ცალკე იკრიბებენ, მაგალითად მებაღეობის ჯგუფი, რგოლი არის ცალკე, ინფრასტრუქტურის ცალკე, სოციალური ცალკე, სოციალური მედიის ცალკე და ამ თითოეულ რგოლს ყავს თავისი დელეგატი, რომელიც მე ყოველ კვირას სამშაბათობით ვიკრიბებით, განვიხილავთ ამ საკითხებს, რაც რაღაც პრიორიტეტულად ვალაგებთ, რაც სასწრაფოა ჯერ მაგას ვაკეთებთ. რატო დადგა მაგის საჭიროება? ენკო სოფლის საჭიროება. ბანალური პასუხი მექნება ალბათ ეს ქალაქის ცხოვრება იმდენად შეუიარაღებელი თვალით რთულდება და ტოქსიკური ხდება, რომ ხდება ეს საჭიროება რაღაც ქალაქ გარეთ შეიქმნას ეს სივრცეები, სადაც ადამიანები
თავიანთ პოტენციალს გამოავლენენ. ჩვენი გუნდის უმრავლესობა მაინც ვერთიანდებით ამ რაღაც გარემოს დაცვის ირგვლივ და ხშირად ვარ ჩართულები სხვადასხვა კვლევებში, რომელიც აღწერს აშკარა კლიმატის კრიზისს, მათ შორის ჩვენს რეგიონში. შეგვიძლია ბაღჩაში შევიდეთ. ჩვენ პირველი ექსპერიმენტული ბაღჩა არის. რა თქმა უნდა, უსასუქო, ანუ ეს კლასიკური გაგებით არ გვიხმარია რაღაც ქიმიური საშუალებები. ციდები, ხო? ხო, ციდე არაფერს არ ვკლავთ, ვაკვირდებით, პირიქით ყავს დამხმარე უზარმაზარი ობობები, როგორც პესტიციდები. ხო, ყველაფერი თავის საქმეს ასრულებს. რეჰანი მომესალმა ეგრა. კი. და ისეთ ადგილას არის ამასულიერო. ხო, ეს ნაწილი არის უფრო ზეთოვანი მცენარეები. ამის ყველაფრის შესახებ ცოდნა გქონდა თუ გზადაგზა მოაგროვებდით? გზადაგზა ვაგროვებდით, რაღაც კურსებსაც გავდიოდით, ცალკე აღებული რაღაც მცენარეების სკოლაში ვიარე რაღაც ხანი. ედიტა ჩვენ პოლონელი მეგობარია, რომელიც ასევე ორგანულ მეურნეობის ექსპერტია და გვიზიარებს თავის გამოცდილებას ჩვენ და ადგილობრივ ფერმერ ქალებს კახეთში, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ და გონია რომ ეს რაღაც ყინული მოუყვება ერთხელ და სამუდამოდ რომ პესტიციდების და ქიმიის გამოყენების გარეშე შევძლებთ რაღაც ორგანული პროდუქტების მოყვანას და ეს არ იქნება ფასში თუნდაც ეს კატასტროფული რომ ხო ადამიანებს ძალიან უჭირთ წარმოდგენა იმის რომ ეხლა მე თუ არ გამოვიყენებ ამ ყველაფერს ქიმიკატებს რასაც მთავაზობს მარკეტი და თუ ვერ გავყიდე ჩემ პროდუქტს და ვერ გავყიდე იმიტომ რომ არ იქნება ლამაზი მე შავი ოჯახში საკუთს ვერ შევიტან რაც სრულიად რელევანტური და ადეკვატური წუხილია ხო შესაბამისად აუცილებელია ეს რაღაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინიციატივა რომ მართლა შესაძლებელია ორგანულად რაღაცების მოყვანა გადაჭარბებული პესტიციდების გარეშე ქიმიის გარეშე და აქ რაც მოდის ახლა თქვენ ყოფნით ხო ეს ყველაფერი კი აპრილიდან მოყოლებული ეს ბაღჩა თემის ძალიან დიდ ნაწილს აჭმევდა აქ წელს იყო კინზი სალატები აქ უკვე გაქვს კინზი მისუნა დაწესებულია და ეს სამთარი სეზონი იქნება კიდევ დავმატოთ აქ ხახვის ხო და მულჩის აუცილებლად უნდა გავაკეთებ ეკოლოგიური ფერმერი რომ ვართ ძალიან ბევრი ბალახები მოდიან სულ და დიდი შრომა არის უფრო პირველი წელი ძალიან ბევრი თესლები იქნენ მიწას წელს უფრო კარგად იქნება მაგრამ მაინც შრომა უნდა და მულჩი გავაკეთოთ რომ არ გაიზარდიან შენ როგორ მოხდი აქ აქ მოვიდა და მომეწონა და დარჩა აქიც და ძალიან მინდოდა ეკოსოფელში თემში ცხოვრება How do you see Georgia from your point of view in like in terms of eco villages how its situation right now here compared to European practice and other world Well, this is the first eco-village in the South Caucasus, which in the general definition, in the sense of the world, Georgia has a lot of potential, amazing climate, soils, amazing people who are very open, and a lot could be done. And I really hope that this concept can be implemented in other regions of Georgia too. But yeah, there needs to be a political climate that is that would be helpful, and also economically there are many challenges. But I think there is a potential, and working together with friends from other countries and networking, we can learn a lot from what is happening in other countries. But yeah, I see that there in Georgia, it doesn't need to be exactly how we do it. There is a lot of ways to
revive rural economies, work together, make more sustainable agriculture, because there is this possibility with this amazing climate and soils, and also people are smart and they open also to change, but it's a lot of work. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. თქვენს ბუნებრივი პესტიციდი ძალიან ლამაზი ობობა, ბაღის ობობა, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მწერების კონტროლში. ეს თქვენ ჩაასახლეთ? არა, ცხოვრობ. აქ ცხოვრობ და საკმაოდ ბევრი არიან და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რა ლამაზია. ეს ობობა რას აკეთებს? ეს ობობა იჭერს მათ შორის ფაროსნებს, შესაბამისად ეს ცოცხალი ბადე არის, რომ თლად არ გააქროს, თუმცა რაღაც ბალანსი ინარჩუნოს, ბალანსი შეინარჩუნოს კი. ეს ბაღჩა ქონდა რაღაც დაახლოებით 3 ექსპერიმენტულ ნაწილად. ეს ბოლო ნაწილი რაც ხედავთ ყველაზე გაველურებულს არის ეს იაპონელი ფერმერი არის ფუკუოკა. კი ბატონო. და ჩვენს მეგობარს ქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ მისი მეთოდებით ეს მოეყარა უბრალოდ თესლები და დაკვირვებულიყო და ხო ეს არის რაღაც შედეგი. მრავალფეროვნება გვაქვს, რაღაცები გაიდა. ჩარლის ვერის რევოლუცია, ხო? ხო. ფუკუ. კიდე გვაქვს აქ ძალიან ბევრი თავისთავად ჭინჭარი, რაც დაგხვდა და წელს ხომ ის გამოყენებას აი საზღვრები აღარ ქონდა. ხან ფხალეული გააკეთეს. ხალეული, ხან უმად პესტოები, ხან ბოლოს ხინკალი, ჭინჭრის ხინკალი. კი, ჭინჭრის და ნივრის ხინკალი ძალიან გემრიელი იყო. ჭინჭარი შიგთავსია? ჭინჭარი შიგთავსია, კი. შეგვიძლია ჩვენს სათემო დროებით სამზარეულოში შევიხედოთ. აუცილებლად. მე ეკოსოფელი საქართველოს შესახებ გავიგე გიორგისგან და შემოვუერთდი ამ ჯგუფს როგორც მოხალისე და ეხლაც ჯგუფის წევრი ვარ, რაც იმითი განისაზღვრება, რამდენად აქტიურად იღებ მონაწილეობას შრომაში, რამდენად ესწრები შეხვედრებს, ყოველ კვირაულს და ასე შემდეგ. საერო საქმიანობაში რას აკეთებ? მაგალითად, მზარეულობა ძალიან მიყვარს და ესე პროფესიონალი მზარეული არ ვარ, არ მისწავლე არასდროს და აქ მაგის საშუალება მაქვს, რომ რაღაც ექსპერიმენტები გავაკეთო, ვიმზარეულო, თან ძირითადად კი არა და სულ უხორცო საჭმელს ვაკეთებთ და ეგეც კომფორტული არის ჩემთვის. სხვა მხრივ რავი საერო მასში რეალობაში ვცდილობ ფოტოგრაფიას, ვიზუალურ ხელოვნებას ერთი სიტყვით. აი შენთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა მაგალითად ეკოსოფელში? ერთი დიდი გამოწვევა ძალიან ის არის, რომ აქ ყოფნა გვიჭირს იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურები გვაქვს თბილისში. ფაქტობრივად, ანუ ეს რაღაცა ოფისური სამსახურები იმდენ დროს ართმევს ადამიანებს, რომ ესეთი ინიციატივებისთვის, ანუ უნდა ერჩიო, რომ ან რაღაცა ფინანსური შემოსავალი გქონდეს, ან ისაკეთო, რაც არ ვიცი, უფრო მეტად გეხალისება და მაგიტო იმის გამო, რომ ჯგუფის უმრავლესობა ეგეთ სამსახურში არის დასაქმებული, რომელიც რაღაც ფიზიკურ ყოფნას ითხოვს ქალაქში, მაგიტო ძალიან გვიჭირს ხოლმე შეკრება მიწაზე. და მაგის გამო რაღაც პროცესები უფრო ნელა მიდის რა, იქნება ეგ რემონტი თუ უბრალოდ რაღაც კოლექტივზე მუშაობა, რომ აი როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და უფრო კარგად რო გავერკვეთ, ვთქვათ რა არის ის ღირებულებები, რაც გვაერთიანებს. მე პირადად მაგ გამოწვევას ხედავ, რომ აი დროის დეფიციტის გამო რთული არის შეკრება ერთად მიწაზე. კაი, ყველაზე მაგას რა გიბალანსებს, ასე ვთქვათ, რა არის ყველაზე მომხიბვლელი აქ ისთვისაც მოდი ხა. ალბათ ის არის, რომ აი როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჩემთვის მაინც რაღაც სატესტო რეჟიმში ვარ ახლა. როგორ შეიძლება აი ესეთ სამყაროში, რომელიც ძალიან მარტო ინდივიდების განვითარებაზე არის
ორიენტირებული კოლექტიურად როგორ შეიძლება ერთად ვიცხოვროთ, ისე რომ ეს მიწა და სახლი და ფერმა და ბაღი არ იყოს ერთი ადამიანის, არამედ იყოს რაღაც საერთო სიკეთე და როგორ შეიძლება უცხო ადამიანებთან ერთადაც კი იპოვო რაღაცა საერთო წერტილი, რომ აი უბრალოდ კონფლიქტში არ მოხვიდე, ანუ არ არის აუცილებელი, რომ ამ კოლექტივში ყველა სახლო მეგობარი იყოს, ან აი რაღაცა არ არის აუცილებელი, რომ ოჯახად მოვიაზრებდეთ ერთმანეთს, მაგრამ ის რომ უბრალოდ რაღაც არ ვიცი 20 სხვადასხვა ტიპის ოჯახს და ეს ოჯახებიც არ არის აუცილებლად რაღაცა დედა, მამა და შვილი, ანუ ძალიან ბევრნაირი ოჯახი შეიძლება იყოს აქ. აი მაგათ შეძლოთ თანაცხოვრება. So can you explain a little bit what's going on here? Yeah, so this is the area. It's 6.5 hectares. We are now standing here. This is the community building that we are currently renovating. There will be a community kitchen, event space, and some places for volunteers to stay. You already saw community gardens. We still will develop them better, have a small greenhouse. From spring we start planning the residential area, so now there are some 25 households planned for people to live in, families, single people, or people living in shared houses. It really depends who will join us. We are now around 18 residents and prospective residents. They each gave us a loan. At the time we were buying the land, this is how we could finance through the loans of future residents. That includes us and other people. For now, we are also accepting new residents. There would be a probation period to see if we fit together and if they like it, if we like them, and so on. And then there would be a loan from the future residents to the eco-village, or we can also negotiate any other construction. And then people can build a house on a plot of land. It will be around 300 square meters. And all residents are expected to contribute to the community space and community events, what we are going to do. There will be many different activities, not only farming, but we plan an education center and a community building for events for adults as well as for children. And there will be social enterprises. It could be anything. It could be soft tourism or some production, recycling facilities of anything that is corresponding to our values of sustainability and environmental friendliness. Here is a big fruit forest. When we bought the land, there were hazelnuts. You might have seen them. And now we are trying to plant other trees to break the monoculture and to increase biodiversity. And this is also how we are combating the parosanas and to have more diversity. Here is a stream. Here we are also having events, and we plan to build a swimming pool and a natural swimming pool, and with a sauna and like a relaxing space for residents. This is the parking, because we don't want cars standing around here. So there will be solar panels that give the shade to the cars who will be staying here. If you really need to, if you need to deliver something, you can come here and put the car back. This is the zoning. We will need it for the municipality. And there's a wild area. We plan to plant native tree species. We will start in spring. შესანიშნავი სამუშაო გაგიწევიათ. შესანიშნავი სამუშაო გაგიწევიათ. და როდის აპირებთ ამის დამთავრებას, როგორ ფიქრობთ? Many years. ბევრი წელი. აი, ახლა აქ დავიწყოთ და ზაფხული უკვე 3 სახლი დავიწყოთ აშენება. სახლებიც საინტერესო იქნება, ნამჯის და თიხის სახლები, ძალიან ეკოლოგიური და თბილი, ენერგიაეფექტიური. მოგძანდით თქვენს. აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა. ხო.
თავარ ფრთას ვეძახით, ანუ ფერმის ნაწილი. და ეს თქვენი არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენია უბრალოდ იყენებს ახლა ეს ადამიანი და ამ ადგილის გასუფთავებას ჯერ არ ვიწყებთ, ხო? და არის როგორ გზნობთ თავს მათთან ერთად? რავი, საკმაოდ ბუნებრივად გზნობთ თავს. ანუ სულ ახალი ბოჩოლა მეგობრები ყავს, პერიოდულად ვიცნობთ, მე იზრდებიან, მიდიან, წრეებს ვრტყავენ. ჩვენი ბაღჩების გაფრჩებას ცდილობენ და მუდმივად ვართ ესე. თან ახლო მეგობრულ კავშირში. არა, სიცოცხლეც შეაქვს ხო? კი. ჩერდა. კარგი, ეს არის ფერმის მეორე ნაწილი, რომელიც უკვე ადამიანებზე არის ადაპტირებული მეტწილად. ჩვენი რაღაც სათავსოები, რომლებიც ზოგი ეს დონაციებით არის, ზოგი ზედმეტობით არის შეძენილი, იმიტომ რომ კარერვებში ვრჩებით ძირითადად ზაფხულის განმავლობაში. სამუშაო სივრცეც ეს არის, ჩვენი ოფისი ძირითადი შეხვედრები პოტენციურ რეზიდენტებთან თუ პარტნიორებთან თუ რაღაც ხელშეკრულებებზე თუ არ ვიცი, ტრენინგის შეფასებებზე და ასე შემდეგ. Ecovillage Georgia, ესაა თქვენი სახელი, ხო? კი, ეს არის ჩვენი სახელი. ეს პროდუქტები თქვენ მოყვანილი. კი, აქ რა პროდუქტებიც არის, ყველაფერი ჩვენი მოყვანილია. ეს ციმინდი არ მინახავ. ეს ის არის, პოპკორნის ციმინდი. საკმაოდ ადრე ვდგებით, მზის ხილვებთან ერთად, ძირითადად. საურქშოპოს სივრცეს ვეძახით, ეს არის მიწანამჯის ტექნოლოგიით გაკეთებული რამოდენიმე ტესტი. დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს იმისთვის, თუ როგორ შეგვიძლია თერმულად დავათფოთ ეს ტერიტორია, ისე რომ ადგილობრივად მოპოვებული მიწით მოვახერხოთ ამ ტერიტორიის საცხოვრებელ სივრცეთ გარდაქმნა. ეგეც ანუ თლიანად ასე ვთქვათ ეკოლოგიური ეკოლოგიური იმებს იყენებთ, ხო? კი, მაქსიმალურად ვცდილობ. შეიძლება პლასმასით გამოვიყენოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადამუშავებული პლასმასი იქნება მეორადი გამოყენების, მათ შორის ხეც. და თქვენ რასაც ხედავ, საკმაოდ საერთაშორისო კომუნა ხართ. ძალიან ბევრი უცხოელი არის თქვენთან ერთად და ნაიწამან საუბარშიც გიყვებოდი კიდევაც, რომ დიდი ხანია ხა თქვენი გვერდის შესახებ ვიცი და თვალყურს გადავნებ და ზოგადად გულშემატკივრობ მეც რა ამ იდეებს, რაც ეხება ეკოლოგიას და ეკოსოფლებს და აუროვილში ყოფნის დროს იქ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც ერქვა Silk Road, Green Silk Road. Ну, ესეთ ტურებს აკეთებენ ეკოსოფლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან გამიხარდა მაგათ რუკაზე ვიპოვე Ecovillage Georgia. აი მან როგორ დამეგობრდით ასე ვთქვათ. აი მაშინ მივხვდი რომ ხო, ანუ მოსულიყავი. კარგი ეს არის კავშირი გიპოვიათ. ეს აუროვილი თავის მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკოსოფელი, რომელიც არის ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელის წევრი, Global Ecovillage Network-ი და 2 წლის წინ თვითონ ჩამოვიდნენ, გვიპოვეს ეს ონლაინ და ჩვენც გავხდით საერთაშორისო მოძრაობის წევრი. და ხო, ძალიან საინტერესო პროექტი აქვს ეს მწვანე რუკა, მწვანე აბრეშუმის რუკა, აუროვილიდან, ანუ ინდოეთის სამხრეთიდან იწყებენ მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო გზებით მოძრაობას დაახლოებით 10 ადამიანიანი ჯგუფი, სხვადასხვა გამოცდილებით, სხვადასხვა შესაძლებლობებით, უნარებით და ჩვენ ვართ პირველი მათ რუკაზე, სადაც შემოდიან და რჩებიან და გვეხმარებიან იმ საჭიროებების და პრობლემების მოგვარებაში, რაც გაგვაჩნია ხოლმე კონკრეტულ მონაკვეთში. და ეს არის რომელიც ასე ვთქვათ აერთიანებს ეკოსოფლებს მთელი კი, აერთიანებს ეკოსოფლებს, არა მხოლოდ ეკოსოფლებს, არამედ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც რაღაც სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ მოძრაობებსაც აერთიანებს. და ხო, ამ რუკის ბოლოში დაგეგმილია რაღაც საზაფხულო სკოლა, რომელიც ამ გზაზე მიღებული გამოცდილების ერთგვარი შეჯამება იქნება და უფრო განვითარება ამ პროექტის. ანუ რაღაც შეგვიძლია თქვათ, რომ ეკოსოფლებსაც ანუ გააქვთ რაღაც სოფლის მასშტაბით კავშირები ერთმანეთთან და უზიარებთ და ეხმარებით. კი, კი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ მოკლედ მთელი სულით და ინტერესდებით. ალბათ თქვენიცით ხანდახან მოხალისეთ ჩამოგირბენთ ხოლმე. სიამოვნებით, ნებისმიერ დროს. ძალიან კარგი.
აბა თქვენი იცით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და მადლობა. იმედი მაქვს რომ თქვენს რაღაცა იმედის ნაპერწკალი გაგიღვივდათ კიდევ და კიდევ უფრო და უფრო და ვისაც გინდათ რომ ეკოსოფლები გააკეთოთ, ეკოსოფლებში ცხოვროთ. შესაძლებელია ეს უკვე ძალიან მარტივად არა, მაგრამ შესაძლებელია არის. ეკოსოფლის სტუმრები და გუნდის წევრები მეზობელ სოფელ ფონაში გაემგზავრნენ, სადაც საქართველოში ყველაზე დიდ ბიომეურნეობას ესტუმრებიან იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ცხადია ჩვენც მათ შეუერთდი და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვით. ამას შემდეგ ეპიზოდში იხილავთ.